ახლა კი ვნახოთ, როგორ შევქმნათ საკუთარი პაპკები და ფაილები. ვთქვათ, გვინდა დავდოთ ახალი პაპკა სამუშაო მაგიდაზე. გავხსნათ სამუშაო მაგიდის კონტექსტური მენიუ. ავირჩიოთ ბრძანება New. შემდეგ Folder. Windows-მა გაგვიმზადა პაპკის შესაბამისი იკონა და გვთავაზობს, რომ მას დაარქმევს სახელს New Folder, რომელიც შეიძლება შევცვალოთ. ამისათვის ავკრიფოთ კლავიატურიდან ჩვენთვის სასურველი სახელი. მაგალითად, მე მას პაპკას დავარქმევ და დავაფიქსიროთ ეს სახელი მაუსის გადადგაწკაპუნებით ან კლავიატურიდან კლავიშა Enter-ზე მოქმედებით. ახლა გავხსნათ ეს პაპკა. როგორც ხედავთ, ის Windows-ის სტანდარტული ფანჯრის სახით გაიხსნა და ჯერჯერობით ცარიელია. შეგახსენებთ, რომ პაპკაში შეიძლება ჩავდოთ ისევ პაპკები და ფაილები. მაგალითად, ამ პაპკაში მე მინდა ჩავდო Word-ის ფაილი. ამისათვის გამოგს ფანჯრის სამუშაო არის კონტექსტური მენიუ და კვლავ ვირჩევ New-ს და შესაბამის ნიშანს. ვინაიდან მინდა Word-ის ფაილი შევქმნა, ამიტომ Word-ის ნიშანს ვირჩევ Microsoft Word document და აქაც ანალოგიურად ვირჩევ სახელს. მაგალითად, მე მას წერილს დავარქმევ. და მოდით ახლა მე ამ სახელს კლავიშა Enter-ით დავაფიქსირებ. ანალოგიურად შემიძლია გავაკეთო Excel-ის ფაილიც. ვირჩევ Excel-ის ნიშანს და ვარქმევ სახელს, მაგალითად ეს იყოს ცხრილი. და დავაფიქსიროთ ესევ სახელი. აქვე შევქმნი კიდევ ერთ პაპკას, რომელშიც მე მომავალში ჩავალაგებ სურათებს. ამიტომ ბუნებრივია მე მას სურათებს დავარქმევ. ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი სურვილის და მიხედვით.